Პირფასებო და კარგებო, მოვედით თქვენთან. Როგორ ხართ შემოკარგებო? სალამი ყველას. მოდით დღეს განვიხილოთ ასეთი საჯარო გაშლა, დაბრუნდება თუ არა თქვენი საყვარელი პიროვნება ეს გაშლა შემოკარგებო. ეხება მხოლოდ მათ, ვისთანაც არის სტაგნაცია, ვისთანაც არის პაუზა, ან გონიათ რომ დასრულებულია ურთიერთობა, ან ხართ დისტანციაზე, თუ ასე ვთქვათ, ფიზიკურად არ ხართ დისტანციაზე, უბრალოდ მენტალური დისტანცია გაქვთ ერთმანეთთან მიმართებაში, ურთიერთობა ასე ვთქვათ, სტოპ კადრშია მოქცეული და გვაინტერესებს დაბრუნდება თუ არა პიროვნება თქვენთან. აი, იმ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, რომელშიც იყავით და საიდანაც თქვენ დაიშალეთ და გახვედით, ხო? აქედან გამომდინარე, ჩაიფიქრეთ თქვენი სახელები და გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები და მოდი განვიხილოთ საჯარო გაშლა რეალურად, დაბრუნდება თუ არა თქვენი საყვარელი პიროვნება. ჩაიფიქრეთ. და გავშალოთ ეს თემა. ამისთვის მოდი განვიხილოთ პირველი. მოდი ვნახოთ ის მოვლენები, რის გამოც თქვენ დაშორდით. რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში თქვენი პიროვნება? რას გრძნობთ თქვენ მასთან მიმართებაში? რა გიშლით ხელს შერიგებაში? რა არის ის, რაც ხელს შეგიწყობთ თქვათ შერიგებაში? თქვათ კი შერიგებაში რა დაგეხმარებათ? რასაც თქვენ არ აკეთებთ, საუბარი ყველას უჭირს, ასე ვთქვათ, საუბარი რომელიც ყველას უშველის, არავინ არ საუბრობს. კაი. შერიგდებით თუ არა, ესეც ვნახოთ. აუცილებლად. და ურთიერთობის მომავალი, ანუ წვილში რა პერსპექტივები გაქვთ ურთიერთობაში? შეგენაცვალე. კაი. დავდებ ამას. ტუზი, სამი ტუზი მაქვს გაშლაში ხალხო, სამი ტუზი მაქვს, ეს ცოტა არ არის, ძალიან მაგარია, მერე კიდე როგორი არკანები გვაქვს, ულამაზესი, უკარგესი, უძლიერესი. დღეს რა ხდება თქვენ შორის? ხო, თქვენ შორის რეალურად ურთიერთობა რაც არის, ხო, დაბრუნდება კი არა, რო არ დაბრუნდეს გამორიცხულია ამ ურთიერთობაში ეს პიროვნება, ეს არის საბედისწერო ურთიერთობა, რომელიც ეტლიდან და კვერთხებიდან გამომდინარე, ანუ უკვე აღებული აქვს მას სტარტი და ვერაფერი ვერ დაასტოპებს, ისაც დღესდღეობით თქვენ შორის ხდება, ეს არის ფენომენალურად, რაც უნდა მოხდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს რაღაც ლაფსუსები, რაც ურთიერთობაში გაქვთ, უნდა აღმოიფხვრას და უნდა ასე თქვათ გადაჭრილ იქნას იმისთვის, რომ სამომავლოდ თქვენ რაც გელოდებათ ურთიერთობაში, უკვე ხედავ რაც გელოდებათ ურთიერთობაში, ის ყველაფერი იყოს უკვე სტაბილური და კარგი, რადგან თქვენ შეძლოთ ერთად ყოფნა ყველანაირი წინააღმდეგობებისა და სირთულეების გარეშე. ანუ თქვენ ახლა გადიხართ ამ ყველა სირთულეს ურთიერთობაში, იმისთვის, რომ მომავალში თქვენ ეს ყველაფერი უკან მოტოვებული გქონდეთ და ისევ, როდესაც ერთმანეთს დაუბრუნდებით და მე ვფიქრობ, რომ არც ხართ ერთმანეთსგან შორს დასრულები, უბრალოდ რაღაცა ჭხუბია. ანუ ჭხუბიც არა, რაღაცნაირად გაუგებრობა თქვენ შორის და ამის გამო აი გაბუტული მდგომარეობა რო და არც ერთი ელაპარაკება მეორეს და არც პირველი მეორეს და არც მეორე პირველს, ასე ვთქვათ, არ განგიხილიათ ეს თემა და აქედან გამომდინარე ეს მდგომარეობაში ერთმანეთთან სტაგნაციას სათითაოდ თითოეულმა თქვენთანმა თავად შექმენით. აქედან გამომდინარე, რა ხდება თქვენ შორის, ხო? ურთიერთობა, რომელიც დაიწყო თქვენ შორის, ასე თქვა, სტარტი აქ აღებული, ტუზი კვერთხებიდან გამომდინარე, საბედისწეროა და გინდათ არ გინდათ, მაინც მოხდება დღეს, მოკლედ ამ ბოლო დროს აგაშლები ჩავწერე ყველა საბედისწერო ურთიერთობაზე მაქვს საუბარი და კარგულ ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. თქვენ შორის არის ვნება, თქვენ შორის არის ინტერესი, თქვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლიათ. თუ თქვენ შორის, ასე ვთქვათ, იყო ისეთი კავშირი, აღარ დავკონკრეტდები, ხო ხდებით, ვერ ვიწყებთ ამ ყველაფერს და გინდათ არ გინდათ მაინც ერთმანეთს დაუბრუნდებით. თუ თქვენ შორის არ იყო ის კავშირი, რომელიც მე წეღან ვახსენე, მაშინ ეს ურთიერთობა მაინც უნდა შედგეს და შემდეგაც შედგება ეს ურთიერთობა თქვენს ამ ყველაფრის შემდეგაც ერთმანეთსგან შორს მაინც ვერ წახვათ. ეს არის საბედისწერო ურთიერთობა, რომელიც უკვე დაწყებულია და რომელსაც ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ეს არის დღესდღეობით რა ხდება თქვენ შორის რეალურად, ხო? ურთიერთობას მე ვერ ხედავ დაშლილად, უბრალოდ რაღაც თემებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თქვენ
არ გიყვართ საუბარი და რაღაცების გარკვევა ერთმანეთთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე არის სტაგნაციაში. მოდი განვიხილოთ ახლა ხო მოვლენები, რომელიც გამოც თქვენ შორის მოხდა ეს ყველაფერი და რის გამოც თქვენ დაშორდით ერთმანეთს, ხო? დაშორდით არა, მოდი ასე ვთქვათ, სტაგნაციაში ბრძანდებით დღესდღეობით. აქეთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე რა გვაქვს 7-იანი კვერთხები და მთვარის არკანი. 7-იანი კვერთხები და მთვარის არკანი, მოდი ასე ვთქვათ, მე არ ვიცი რომელმა თქვენგანმა არ ვიცი, მაგრამ თქვენამ ურთიერთობასთან მიმართებაში რა წინააღმდეგობებიც გქონდათ, სავარაუდოდ ალბათ რომელიღაცა თქვენგანმა ვინც თქვენ უყურებთ ამ გაშლას მათ მოგმართავთ, ალბათ გეგონათ და ფიქრობდით, რომ თქვენ ურთიერთობაზე იყო მაგიური ზეგავლენები, ანუ რეალურად ვიღაცა ასე ვთქვათ მაგიური ხერხებით ცდილობდა თქვენი ურთიერთობის დანგრევას, დალეწვას და ასეც იყო რეალურად, იმიტომ რომ ამის შემდეგ თქვენ სავარაუდოდ წმენდები გაქვთ ჩატარებული და კაი დაცვებიც გაქვთ დადებული და წმენდებიდან და დაცვა 7-იანი კვერთხები არის დაცვის კარტი, ხო? წმენდებს რეალურად კარგად დაურთეთ დაცვების და აქედან გამომდინარე რაც თქვენ შორის მოხდა იყო იქიდან გამოწვეული რომ თქვენს ურთიერთობასაც ცდილობენ არ განვიხილავ ვინ არის და რატო არის, იმიტომ რომ საერთოდ არ ეხება ეს გაშლა თუ ვინ ცდილობს თქვენს დაშორებას, თუ ასე ვთქვათ, უფრო თქვენ კარგად გეცოდინებათ, იმიტომ რომ რადგან მიმართეთ პიროვნებას დასახმარებლად, რომ გაეწმინდეთ და დაცვები დაედოთ, სავარაუდოდ გეცოდინებათ ვინ არის ის პიროვნება, რომელიც ცდილობს თქვენ დაგშალოთ და დაგლეწოთ, ხო? მოვლენები რის გამოც ან თქვენი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დაშორების პირას იდგა, ეს იყო მაგიური ზეგავლენები, რომელიც თქვენ უკვე დროულად აღმოფხვერით და რეალურად წმენდებიდან და დაცვებიდან გამომდინარე, კარგი დაცვები თქვენს ურთიერთობას, ხო, რეალურად კარგად არის დაცული. ეს მოვლენები, რის გამოც თქვენ დაიშალეთ, იყო მაგიური ზეგავლენები. რაც გნობს თქვენთან მიმართებაში თქვენი პიროვნება, აი თუნდაც იმ წმენდები და დაცვებიდან გამომდინარე, ხო, რაც თქვენ ჩაატარეთ ამ პიროვნებას, ისე თუ აქამდე ვერ გრძნობდით თქვენ, ხო? სიყვარულსა და გრძნობას მისი მხრიდან დღესდღეობით ეს პიროვნება ისევ და ისევ წამოვიდა ემოციებით თქვენსკენ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი თემა არის, თქვენ მისთვის ხართ საყვარელი ქალი, რომელთანაც გრძნობები აქვს სტანდარტულად, იცით როგორ ქალი თასების დედოფალი, მისთვის საყვარლესი, მისთვის ეშხიანი, მისთვის სასურველი, მისთვის ემოციების პიკი, აი გრძნობები თქვენთან რა აქვს, ხო? უყვარხართ ნამდვილად თავმაც შემიძლია თქვა თქვენ ამ ადამიანისთვის უკაცრავად ენადამება ხართ საყვარელი ქალი, რომელთანაც გრძნობები აქვს და უფრო უღვივდება. ახლა მოდი ვნახოთ, ხო? რაც გრძნობთ თქვენ მასთან მიმართებაში. კოშკის არკანიდან გამომდინარე მაინც შეგიგებთ, კი ბატონო, მოდი ესეთ რაღაცას ვიტყვი. კოშკის არკანიდან გამომდინარე, თითქოს აი ეს რაც თქვენ აღმოფხვერით, ხო, აი წმენდა დაცვებიდან გამომდინარე ურთიერთობაში, ვინც იგრძენით, რომ მაგიური ზეგავლენებიდან გამომდინარე იგრეოდა თქვენი ურთიერთობა და ასე თუ ისე ადამიანისგან გრძნობებს ვეღარ გრძნობდით, ხო, და არ მოდიოდა მისგან არავითარი ემოცია და არც არაფერი, თითქოს მაინც ჯერჯერობით სანამდე გამოვლინება იქნება მისი ნაბიჯების თქვენ მხრივ, ხო? იმიტომ რომ წმენდა დაცვის ხო თავისი რეალურად ვადები აქვს, ხო? იწმინდებით, შემდეგ დაცვა ედება და ყველამ რო ვიცოდეთ წმენდა დაცვა ერთხელ არ ტარდება და მინიმუმ 3-ჯერ და მაქსიმუმ 4-ჯერ მაინც უნდა ჩაატაროთ, მით უმეტეს, როდესაც ვიღაც ცდილობს დაგანგრიოთ ის ერთხელ არა 2-ჯერ და 3-ჯერაც გაიმეორეს ამ ყველაფერს. და აქედან გამომდინარე შიშებში ხართ ისევ და ისევ, რომ ამ ადამიანის გრძნობები თქვენ მიმართ არ შეიცვალოს და ისევ იგივე სიცივეში არ დაბრუნდეს, როგორიც ადრე ქონდა. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის დღეს უკვე დაბრუნდა და ისევ დაიბრუნეთ, ხომ? სწორი მანევრიდან გამომდინარე, რაც თქვენ ჩაიდინეთ, ხო? თუნდაც რომ მიხვდით რა შეწყო საქმე და აღმოფხვერით, ხო? აი ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, რომ გამოსულიყავით აი ცუდი მდგომარეობიდან, რომელშიც თქვენ ჩაგაგდოთ ვიღაცეებმა თან ცუდი გზებით. რეალურად ეს ყველაფერი კოშკის არკანიდან გამომდინარე გრძნობთ, რომ შეიცვალა და ნამდვილად რაც იყო მანამდე, ისეთი მდგომარეობა აღარ არის, მაგრამ კარგისკენ წამოვიდა, გრძნობები წამოვიდა და რა თქმა უნდა თქვენთან მიმართებაში გრძნობები ისევ ადამიანს აქვს, თქვენც მასთან გაქვთ, მაგრამ შიშები გაქვთ, თქვენ გრძნობთ შიშებს და გატვალებთ შიშები იმასთან მიმართებაში, რომ ისევ იგივე არ განმეორდეს და ისევ იგივენაირად ვიღაცამ არ მოინდომოს, ანუ ვიღაცამ, ვინც
ისევ იგივე ადამიანმა ისევ არ მოინდომოს თქვენი დალეწვა დაანგრება თითქოს გრძნობთ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს და აქედან გამომდინარე გრძნობები ამ ადამიანთან მოდი ესე ვთქვათ როგორც ასეთი სიყვარულის მხრივ მოდი მე არ მიჩვენა მისი გრძნობები აჩვენა თქვენი გრძნობები მასთან მიმართებაში ახლა რო არ გიყვარდეთ 100 წელი არ გაწმენდით ხო და არც იბრძოლებდით ამ ურთიერთობისთვის რომ დაგესტაბილურებინა და აქედან გამომდინარე იმის გამო თქვენ ეს ადამიანი ძალიან გიყვართ და მისთვის ასე ძალიან მაგრად იბრძვით ისევ შიშები გაქვთ შიშის გრძნობა გაქვთ რომ ისევ და ისევ იგივე მდგომარეობაში ვიღაცამ არ მოინდომოს და ისევ არ ჩაგაგდოთ იმიტომ რომ თითქოს გარდა იმისა, რომ ფულადის სახსრები გაქვთ ჩადებული ამაში, ემოციები ძალიან ულევი და სხვა ემოცია გაქვთ, ასე ვთქვათ, დახარჯული და ნანერვიულები, გეშინიათ შიშებში ხართ, ისევ იგივე არ დაბრუნდეს. ეხლა რა გიშლით ხელს რეალურად ხო ურთიერთობის შენარჩუნებაში, ანუ რა გიშლით ხელს უბრალოდ შერიგებაში. მოდი ასე ვთქვათ, რეალურად შერიგებაში მე ვერ ვხედავ, რომ თქვენი ხა შერიგებულები არ ახართ, იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე გაშლის საკითხი რა ესე როგორც ჩამოვაყალიბე ხო ეტაპ რო განმეხილა რეალურად თქვენ შორის ახლა რეალ არის 6-იანი თასებიდან გამომდინარე მოდი ასე ვთქვათ თქვენ შორის ახლა რო ვთქვათ რომ სტაგნაცია და ერთმანეთთან შორს ხართ არა რეალურად ხართ კონტაქტზე ერთმანეთზე კონტაქტებით ანუ ორიანი პენტაკლებიდან გამომდინარე უბრალოდ თქვენი ეს შიშები რომელიც გაქვთ რა გიშლით ხელს ხო ის გიშლით ემოციურად ხელს თუ იმაში ფიქრებში გამყარებაში რომ ისევ იგივე რომ მოხდეს ისევ იგივენერე დაიშლებით რეალურად თორე ახლა რო ვთქვათ თქვენ შერიგებულები არ ხართ და დაშორებულები ხართ არა რეალურად ხართ კონტაქტზე ერთმანეთთან მიმართებაში ასე ვთქვათ კონტაქტიც არის ერთმანეთის მოკითხვაც არის ერთმანეთის ასე ვთქვათ ნახვაც ან ხვდებით კიდევაც ერთმანეთს მაგრამ ასე ვთქვათ გეშინიათ ყველა იმ ფაქტორის რომელიც შეიძლება ისევ და ისევ მოხდეს და განმეორდეს რაც შემდეგში ხელს შეგიშლით ერთად ყოფნაში თორე შერიგებით ასე ვთქვათ თქვენ შერიგებულ ხართ არა ხართ უბრალოდ აი ესე მკაფიოდ თემებთან მიმართებაში როგორც ასეთი თითქოს თქვენ პარტნიორს თქვენ არეუბნებით ხო რეალურად რა შეგიშალათ ხელი ერთად ყოფნაში რატო დაიშალეთ არ იცის იმ პიროვნება მხოლოდ თქვენით ეს ფაქტორი ვთქვათ რომ მაგიური ზეგავლენები იყო ვიღაცის მხრიდან თქვენი ურთიერთობის განადგურებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე შემდეგი საკითხი ხო რა გიშლით ხელს რეალურად ხო ერთმანეთთან შერიგებაში ხო რაც არის თქვენ შორის საუბარი თქვენ არეუბნებით ამ პიროვნებას რა არის თქვენი ძირითადი პრობლემა და აქედან გამომდინარე შერიგებულები კი ხართ მაგრამ მაინც შიშები გაქვთ იმასთან დაკავშირებით აი თითქოს ისეთი ემოციებით ვერ ხართ თქვენ ვერ ხართ მასთან მიმართებაში იმიტომ რომ შიშებიდან გამომდინარე რომ ისევ იგივენერეთ ეს პიროვნება როგორც მოგიქცეთ პაჟიხმლებიდან გამომდინარე არ მოგიქცეთ არ გინდათ რაღაცნაირად ამ ყველაფრის თქმა მისთვის რა მოხდა თქვენ შორის და რამ შეგიშალათ ხელი რა იყო თქვენს შორის გამომწვევი მიზეზი იმისა რომ თქვენ დაიშალეთ და აქედან გამომდინარე რეალურად მოდი ასე ვთქვათ ხო რა გიშლით ხელს რეალურად ურთიერთობაში შერიგებაში ცოტა გადავარქვევ სახელებს ხო რა გიშლით ხელს თქვენ ურთიერთობაში რომ იყოთ ლაღად და კარგად ეს ის არის რომ პიროვნებას ვერ ეუბნებით იმას რაც იყო განხორციელებული თქვენს ურთიერთობაზე რა მანიპულაციაც იყო გაშვებული და ვისიდან იყო გაშვებული შესაძლებელია იცით კიდევაც ვისიდან იყო ეს ყველაფერი გაშვებული ხო რეალურად და შერიგებას აღარ გამოვიყენებ ამ სიტყვას უფრო ვიტყვი რომ ანუ რეალურად რა გიშლით ხელს ხო ურთიერთობაში სტაბილურად გაანაგრძოთ ურთიერთობა ასე ვიტყვი უფრო ხო რეალურად გიშლით ხელს ის ყველაფერი რომ არ ხარ დარწმუნებული იმაში ისევ განმეორდება თუ არა ეს ყველაფერი და შიშებში ხარ თუ არ განმეორდეს და ანუ ის რაც ხელს შეგიწყობთ იმაში რომ ეს ყველაფერი მაგალითად გამყარდეს და თქვენი ურთიერთობა გამყარდეს იქნება ის რომ თქვენ ადამიანთან დაჯდეთ და დაელაპარაკოთ და ორივე დასხდეთ და ისაუბროთ იმ პრობლემაზე რაც არსებობს დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში იქნება და მოყვებათ იქნება და სჯერა ამ ყველაფრის იმიტომ რომ რეალურად პიროვნებაზე რომელზეც მაგიური ზეგავლენები ასე ვთქვათ ხორციელდება ის ყოველთვის გრძნობს ამას და არ ამგონია რომ დიდად შეგეწინააღმდეგოთ ანუ ნახეთ რა გიშლით ხელს ხო იმაში რომ სტაბილურად იყოთ ერთმანეთში ის რომ თქვენ არ შეგიძლიათ ერთმანეთთან საუბარი იმ თემასთან დაკავშირებით რის გამოც მოხდა თქვენი წყვილის ნგრევა ასე ვთქვათ და რა განგრევთ ურთიერთობაში და რა გიშლით ხელს თქვენი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთმანეთთან სიყვარულის თემებთან მიმართებაში ერთმანეთთან ემოციების გამოვლინების
თემაში და შეგიწყობთ ხელს ყველაფერზე რო ისაუბროთ და თქვენს პარტნიორს ნახეთ, თქვენს პარტნიორს უთხრათ ყველაფერი, რაც კი იცით და რის შედეგად დასტაბილურდა თქვენი ურთიერთობა. აი ეს ყველაფერი ეტაპ-ეტაპ რო აუხსნათ, რომ აი რის გამო თქვენ დაიშალეთ, მე რის შემდეგ თქვენ ასე ვთქვათ ისევ შერიგდით, ხო? იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ამას არ აკეთებთ და თქვენი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის ორივესთვის და თქვენთვის მით უმეტეს იქნება კარგი, თუ მარტო აი ამ ინფორმაციას და აი ამ ასე ვთქვათ მოვლენებს მარტო თქვენთვის არ დაიტოვებთ და გავზიარებთ თქვენს პარტნიორს. მოდი ვნახოთ თუ მოდი ახლა რეალურად ვნახოთ თქვენი წყვილი, მოდი შერიგებაზე აღარ და მოდი ესე ვიტყვი ამას, ესე განვავრცობ, ხო? ეს თქვენ შორის შერიგება, რაც მოხდა და დღესდღეობით რა ურთიერთობაც არის რეალურად მომავალში, როგორ ასე ვთქვათ როგორ მოვლენად გარდაისახება, ხო, რა გელოდებათ მომავალში ამ შერიგების შემდეგ. მოდი ესე გეტყვით, ტუზი თასებიდან გამომდის 3 ტუზი მაქვს ამ გაშლაში, ხო, ტუზი თასები, ტუზი ასე ვთქვათ ხმალი და იყო ასევე ტუზი კვერთხი, სანამ კი ტუზი კვერთხები დიახ, აქვე მაქვს. ანუ რაც იყო ფონზე 3 ტუზი მაქვს, ხო? ეს ურთიერთობა არ შეწყდება ყოველ ჯერზე დაიწყება თავიდან, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა გააკეთოს, ეს ურთიერთობა არის საბედისწერო და გინდა არ გინდა მაინც თავიდან დაიწყება. უნდა არ უნდა, ვინც არ უნდა იყო ამ ურთიერთობას ვერ დაშლის, ვერც ერთი მაგით შანსი არ არის, იმიტომ რომ შორის ასე ვთქვათ, თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორ უნდა გააკეთოთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა, თქვენი საკუთარი თავი და თქვენი პარტნიორი საყვარელი პიროვნება დაიცვათ ამ სისულელეებისგან. აქედან გამომდინარე, თქვენი ურთიერთობა მაინც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში მაინც ასე ვთქვათ, ხანგრძლივი პერსპექტივით არის და ასე გეტყვით რა, ანუ სამომავლოდ საბედისწერო ურთიერთობა, რომელიც უნდა იყოს, არის, უნდა იყოს და იქნება. ამას ვერაფერი და ვერავინ შეუშლის ხელს და ახლა ვნახოთ ურთიერთობის მომავალი საერთო ჯამში აი გავაგრძელებ ამის გავრცობას. წყვილის ურთიერთობის პერსპექტივები რა არის? საბედისწერო ურთიერთობა, როგორც ისე ვთქვი, ტუზი ხმალი და სასამართლოს არკანი. ეს სამსჯავროს არკანიდან გამომდინარე, ტუზი ხმლიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობა ყოველ ჯერზე აიღებს სათავეს. რამდენჯერაც ვინმე შეეცდება თქვენი ურთიერთობის დაშლას და ჩაშლას. იმდენჯერვე მაინც აღდგება თქვენი წყვილი. თქვენი წვილის ურთიერთობის პერსპექტივა ეს არის მაღალი ძალების გადაწყვეტილება, ეს არის საბედისწერო კავშირი და ამას ვერავინ, ასე ვთქვათ, ამას ვერავინ ვერ წაშლის დედამიწის ზურგზე. უკაცრავად გაწყდა ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ისევ გადამევს ეს მემორი და მოკლედ აღარ